უდავაძე პატარკაციშვილის ფონდი 2017 წელს შეიქმნა ქალბატონ ინა უდავაძის ინიციატივით და მისი მიზანი არის საქართველოში ხელი შეუწყოს განათლების ხარისხის ამაღლებას და მის ხელმისაწვდომობის გაზრდას. ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელიც ფონდმა დააფინანსა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო არის და ჯილდოს მიზანს წარმოადგენს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მასწავლებელთა დაფასება. იმისათვის, რათა ახალგაზრდებისათვის ეს პროფესია უფრო მიმზიდველი გახდეს. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო დიდი მოტივაციაა ჩემს პროფესიაში, რადგან მან სწორად შეაფასა ჩემი საქმიანობა. მომავალ მასწავლებლებს, განსაკუთრებით სტუდენტებს, რომლებიც ახლა ეუფლებიან ამ პროფესიას, ვურჩევდი, რომ არ გაჩერდნენ, მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობები, რადგან წინ ელოდებათ ასეთი არაჩვეულებრივი კონკურსი, რომელსაც ეწოდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რადგან ის აგვირგვინებს მასწავლებლის საქმიანობას და მოტივაციას აძლევს ძალიან ბევრ მასწავლებელს თუ მომავალ მასწავლებელს. პროფესიული განათლება მნიშვნელოვანი არის დასაქმებისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის. ამდენადაა ის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ფონდისთვისაც. თანამედროვე პროფესიული პროგრამების, წარმატებული მასწავლებლების თუ სტუდენტების გამორჩევა და მათი დაჯილდოება არის პროფესიული განათლების ეროვნული კონკურსის მთავარი მიზანი. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ პროფესიული განათლების პოპულარიზება და როდესაც საზოგადოება იცნობა ამ წყინვალე წარმატებებს, რაც სექტორში გვაქვს, უფრო ინტერესდება პროფესიული განათლებით, უფრო მეტი მოტივაცია უჩნდებათ სტუდენტებს, რომ პროფესიულ განათლებას დაეუფლონ და კერძო სექტორსაც, ბიზნესსაც, განსაკუთრებულად მათთვისაც ადამიანური კაპიტალის განვითარება არის პრიორიტეტი. უჩნდებათ უფრო მეტი შესაძლებლობა და უფრო მეტი იდეები თუ რა სახით შეიძლება პროფესიულ განათლებაში თავიანთი წვლილი შეიტანონ. 2020 წლიდან ჩვენი ფონდი მთავარი მხარდამჭერი არის პროექტის დებატები უკეთესი განათლებისათვის. ჩვენი პროექტი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს უკვე სასკოლო ასაკიდან დაეუფლონ დებატების ტექნიკას, რაც ნიშნავს, რომ განივითარონ ისეთი უნარები, როგორიც არის არგუმენტირებული მსჯელობა, მოსმენის კულტურა, ურთიერთპატივისცემა, გუნდურობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ეპოქაში. ჩვენი პროექტის ფარგლებში ხდება მასწავლებლების გადამზადება მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა მათ შეძლონ ადგილზე გახსნან დებატების კლუბები და ასწავლონ დებატების საგანი მოსწავლეებს. ამას გარდა ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს უმაღლეს სასწავლებლებშიც ამ საგნის დანერგვას მომავალი პედაგოგებისათვის. გამოვარჩევდი ჩვენი ინიციატივით დაწყებულ სასტიპენდიო პროგრამას მომავალი პედაგოგი, რომელიც ხორციელდება 7 უმაღლეს სასწავლებელში განათლების ფაკულტეტებზე. პროექტის მიზანია, რომ წავახალისოთ მომავალი პედაგოგები. ფონდის სტიპენდიანტობა ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული აღმოჩნდა. ვფიქრობ, ეს დიდი პასუხისმგებლობაც კი არა, რომ შეინარჩუნო სტატუსი და სკოლაში მოსწავლეებთან შეხვიდე დიდი ემოციებითა და ილუდებით. სტუდენტობის მანძილზე ფონდის არაერთ პროექტში მივიღე აქტიური მონაწილეობა და დღესაც აქტიურად ვაგრძელებ საკუთარ თავზე მუშაობას მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სტატუსის მოსაპოვებლად. ამ წლების განმავლობაში ფონდმა 50-ზე მეტი გრანტი გასცა. მათ შორის აღსანიშნავი არის ქართული ენის სწავლების გაუმჯობესება, ტოლვილი და ეთნიკურად უმცირესობის მოსწავლეებისათვის. ლამარჰენი ეგვიპტიდან, ფარინა აზიზი ირანიდან, ბენჯამინ ჯონსონი აფრიკიდან. მეცხოველეობის პროფესიული სასწავლო პროგრამის შექმნა და დანერგვა შვეიცარიული სტანდარტის შესაბამისად. საგნობრივი ასოციაციების მხარდაჭერა. ასევე სოციალური და ემოციური უნარების სწავლება მომავალი პედაგოგებისათვის და სხვა არაერთი პროექტი. ფონდის მთავარი მიდგომა პროექტისადმი არის მისი მდგრადობა და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოყოფილი ფინანსები მოხმარდეს კონკრეტული რესურსის შექმნას, მივიდეს ის კონკრეტულ მოსწავლესთან, სტუდენტთან, მასწავლებელთან და ჰქონდეს არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი ეფექტი და შედეგი. სწორედ ეს არის ჩვენი საქველმოქმედო საქმიანობის
მთავარი ორიენტირი და мотивაციაც.